თელეთში უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. სამედიცინო გამოკვლევებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ფეიქრიშვილი დაესწრო და მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. ნახეთ ნინო ფუხაშვილის სიუჟეტი. თელეთში უფასო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. აქცია ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინიციატივით განხორციელდა. სამედიცინო გამოკვლევების პროცესს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ფეიქრიშვილი დაესწრო და მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. ჩვენ ესეთი გამოკვლევებს ვატარებთ ხოლმე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მთლიანად რაიონის მასშტაბით. ამჟამად ვატარებთ, ქონდა ახალსოფელში უკვე მსგავსი აქცია. ამჟამად არის თელეთში და კუმისში. გამოიკვლევენ მოსახლეობას, მოხდება ყველა დარგში მედიცინის გამოკვლევა თითოეული მოსახლის და შემდგომ კურნალობა ამ მოსახლეობის. აქცია ტარდება თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ინიციატივით. დიდ მადლობას ვუხდით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გვერდზე დგომისთვის. ტარდება ასამდე ოჯახისთვის, ტარდება როგორც ბავშვების გამოკვლევა, ასევე დიდების. ყველა აუცილებელი სპეციალისტი არის ჩამოსული. ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო გამოკვლევებით ჩაუტარა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცათ. დღის განმავლობაში უფასო გამოკვლევა დაახლოებით 100 პაციენტმა გაიარა. ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობის ყველა ფენისათვის. ამიტომ განსაკუთრებით ხელმოკლე მოსახლეობისათვის ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ასეთ აქციებში და მე მგონი ესეთი აქციები უნდა გაგრძელდეს. ჩაუტარა ნევროპათოლოგიის გამოკვლევა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყავს 3 ბავშვი, ეს მე-3-ია და ძალიან კაი, ხშირად უნდა ტარდებოდეს ესეთი აქციები. შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის ჰუმანიტარული აქცია რამდენიმე კვირის წინ ახალსოფელში ჩატარდა. აქციის ორგანიზატორები მსგავსი სახის უფასო გამოკვლევებს საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გეგმავენ.